ვარელი სასურმანიძე 12 წლის. ვსწავლობ მე-16 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა მუსიკა, სიმღერა, ცეკვა და ხატვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. 3 წლიდან ცეკვავ ნაპერწკალში და ეს 2 წელია გადმოვედი პატარა არსიანელებში. ცეკვაში ყველაზე რთული არის ორი რამ. ჯერ მობილიზაცია და კარგად გახურება, რომ ხევსურლის და ხორუმის ილეთების გაკეთება შევძლოთ და მაქსიმალური ძალა გამოვიყენოთ. ჩემთვის ყველაზე ადვილი არის ჩემი სოლოს, ფარცის სოლოს ტრიალების გაკეთება, იმიტომ რომ მიჩვეული ვარ და კარგადაც გამომდის. თავიდან ცეკვაზე რომ შევსულიყავი, იყო ბებიას და დედიკოს სურვილი. ცეკვას ძალიან იმიტომ შემიყვარდა, რომ თავიდან ჩემში ძალიან დიდი ამბიცია გამოიწვია, ანუ თან გამიმარტივდა ილეთების გაკეთება და მე მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმიანობა და არ გამოსულა მე ცეკვიდან. პატარა არსიანელებში ჩემი ქორეოგრაფია თამუნა ხალვაში. თამუნა მასწავლებელი არის ძალიან კეთილი, მოსიყვარულე, თბილი ადამიანი, იმიტომ რომ რაც არ უნდა გაღიზიანებული იყოს რამესთან დაკავშირებით, სულ ღიმილით ხვდება, როდესაც რეპეტიცია იწყება, სულ მეხუტება და სულ მეკითხება როგორ ხარო. ამიტომ მიყვარს ყველაზე ძალიან. ჩემი საყვარელი ცეკვა არის ფარცა ფერხული. საყვარელი ლეთია არის ეს რო ტრიალებ. სოლოს ცეკვავ სონურში და ფარცა ფერხულში. სოლო პარტიას კიდევ დიდი სიამოვნებით ვიცეკვავდი ხევსურლში. მქონდა ძალიან ბევრი კონცერტი და გასტროლი. მე ვარ ნამყოფი ბულგარეთში, თურქეთში, ალანიაში და ახლა მივდივართ ივლისში საბერძნეთში. ყველაზე უფრო მომეწონა ალანიის გასტროლი, იმიტომ რომ თვითონ ალანიის სასტუმრო იყო ძალიან მოწესრიგებული. ანუ იქ ადამიანს შეგეხალისებოდა გართობა. ყოველდღე აუზზე ვიყავით, ვირუჯებოდით. ანუ ვატარებდით დროს მაქსიმალურად. სანამ კონცერტი მოახლოვდა. კარგადაც ვიცეკვეთ და პირველი ადგილიც ავიღეთ რა თქმა უნდა. ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი საფრანგეთში, იმიტომ რომ სკოლაში ვსწავლობ ფრანგულ ენას, ძალიან მომწონს როცა ფრანგულად ვლაპარაკობ და ძალიან მიყვარს აგრეთვე ფრანგულის მასწავლებელიც. ამიტომ ვისურვებდი საფრანგეთში სოლო კონცერტს. ფრანგულის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე სამხრეთ კორეული ენა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ პირველ რიგში არის ძალიან მოწესრიგებული, სუფთა გარემო, ყველაფერი რაც შეიძლება ნებისმიერ სკოლას ჰქონდეს, აქვს ჩვენ სკოლას. მე ძალიან მიყვარს ჩემი კლასელები, იმიტომ რომ მათთან ერთად ვატარებ ყოველ დღე, მათთან ერთად ვატარებდი დროს სკოლაში. აგრეთვე მყავს ძალიან კარგი მასწავლებლები. ჩემი მასწავლებლების ეტალონია თამუნა ხალვაში და ნაირა ჯანელიძე, ქართულის მასწავლებელია. იმიტომ მიყვარს ჩემი სკოლა, რომ ამ სკოლაში ვარ ძალიან წარმატებული. მე ვარ პატარა ჟურნალისტი. ვაწარმოებთ ჟურნალს მე-16 სკოლასთან დაკავშირებით და მე და ჩემს რამდენიმე მეგობარს კიდევ გვიწევს სკოლაში მოსწავლეების გამოკითხვა სკოლასთან დაკავშირებით. ჩემს კლასში ყველაზე ჭკვიანი არის ანანო გიორგაძე. ყველაზე მშვიდია მარიამ ხალვაში. ყველაზე ბედნიერი მგონია გიორგი ლეკვაიშვილი. მე ვარ ყველაზე მხიარული და ყველაზე ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული ენა და ლიტერატურა. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე თამუნა მასწავლებელი ცეკვის ქორეოგრაფი. ბავშვობაში მინდა და გამოვსულიყავი ექიმი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ ვიქნები სრულუფლებიანი მოქალაქე და შემეძლება რომ წავიდე საფრანგეთში. მარტო. მე ასევე მიყვარს მუსიკა და სიმღერა და ვსწავლობ ბალანჩევაძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში. ვარ მე-3 კლასში და ვუკრავ ფორტეპიანოზე. მაინც ფორტეპიანოზე იმიტომ გადავწყვიტე სწავლა, რომ თვითონ ფორტეპიანო მომეწონა, დედიკოსაც ესე უნდოდა და ბებოსაც. ბავშვობიდან ვარ დედიკოს და ბებოს პოზიტიური ზეგავლენის ქვეშ. პიანინოს გარდა მინდა კიდევ ვუკრავ და ვიოლინოზე, იმიტომ რომ დედასაც ხშირად ვუთხარი, რომ ფორტეპიანოს ვერ წავიღებ ვერსა და ვიოლინო მარტივი წასაღებია, თქვა სადმე რომ მომიწევს წასვლა და რომ დავუკრავ იქვე და ისედაც ძალიან მომწონს ვიოლინოს ხმა. მუსიკალურშივე მაქვს ვოკალის გაკვეთილები და ძალიან მიყვარს სიმღერა. ჩემი საყვარელი სიმღერა არის Gnarly. ინგლისური სიმღერა. You could describe everything with one single word. You know, like Bobati, gnarly, Tesla, gnarly, fried chicken, gnarly. This song, gnarly. მე ვარ ყოველ მხრივ ნიჭიერი გოგო და ძალიან მიხდება სცენა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი პატარა და-ძმა. მეტი და-ძმა არ მინდა, იმიტომ რომ ისინი წყობდნენ ნერვების მომშლელად. და ჩემი ძმა არის 5 წლის და ქვია ბათა. ის არის ძალიან ცელქი, მოусვენდარი, მაგრამ ძალიან კეთილი და მოსიყვარულე. ჩემი აზრით ბათა რომ გაიზრდება, გამოვა მსახიობი. და არის 3 წლის და ქვია ლილიენი. ლილიენი არის ძალიან მოусვენარი,
აგრეთვე არის ძალიან თბილი ბავშვი. მართალია სულ ნერვებს მიშლის, მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარს. იმედია რომ გაიზრდება, ჩემსავით ლამაზი გახდება. ლილენი ალბათ გამოვა ცეკვის მასწავლებელი. მამიკო არის ძალიან უშიშარი, უნდა ვაღიარო რომ არაფრის არ ეშინია აბსოლუტურად. არის აგრეთვე ღონიერი, მშრომელი არის ძალიან, აგრეთვე არის ძალიან ენერგიული და მხიარული. არასდროს არ ვართ მოწყენილები ოჯახში, როცა ის არის ჩვენს გვერდით. აგრეთვე დედას ძალიან უყვარს ის, იმიტომ რომ სულ პოზიტივით იწყება ჩვენი ყოველი დილა, სულ ვიცინით, მხიარულობთ. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკოს სახასიათება გამიჭირდება, იმიტომ რომ იმდენად მიყვარს რომ ვერ გადმოვცემ სიტყვებით, მაგრამ დედიკო არის, რა თქმა უნდა, კეთილი ძალიან. ისიც რა თქმა უნდა მშრომელია, გულუხვი არის. ჩემი წარმატებებისთვის არაფერს არ იშურებს. აგრეთვე მას უნდა რომ ვიცეყო, ვისწავლო კარგად ენები და გაცვლითი პროგრამით გაემგზავრო ამერიკასა და საფრანგეთში და იქ ვისწავლო უნივერსიტეტებში. შემდეგ ვიმოგზაურებ მთელს მსოფლიოში და რა თქმა უნდა წავიყვან დედიკოს და მამიკოს. ვგიჟდები კითხვას და ჩემი საყვარელი წიგნი არის დროში გარღვევა. საყვარელი მულტფილმი არის ალფა და ომეგა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს ვისურვებდი ყველა რაც წიგნი არსებობს მქონდეს წაკითხული. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ელიზა რომ არ მექვას რა მერქმეოდა? მე ელიზა დამარქვა დედიკოს დედა და მამიკომ ერთ-ერთი ფილმიდან და ჩემი სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ელიზა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა თაია. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ ასეთ კითხვას, უნდა იყოს თუ არა ადამიანი უკვდავი. ჩემი აზრით ადამიანი არ უნდა იყოს უკვდავი, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მაგრამ მინიმუმ უნდა ცხოვრდეს 150 წელი. ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 16. ბედნიერება არის ის, როდესაც დედა მომხნევის ნებისმიერ სიტუაციაში, როცა მე ვნერვიულობ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.